ანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის რანგში რა შეიცვალა? მადლობა ლაშა პირველ რიგში. თუ ენახევარი გავიდა ხო დაახლოებით და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ და შრომამ კიდევ ერთხელ გამოიღო შედეგი, რაც ყველაზე მთავარია. შეცვლით ესე ვიტყვი რომ ერთ-ერთი მიზანი მივიყვანე ბოლომდე და შრომის მოყარეობა არ შენელებულა, რაც მთავარია, იმიტომ რომ დიდი შედეგია და უდიდესი შედეგია და ყველა სპორტსმენისთვის თავის ჩემი აზრით საოცნებო რამ არის მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ იმით ვარ ბედნიერი, ასე ვთქვათ, დღეს კიდევ ის ცეცხლიანთია და არის კიდე შემორჩენილი გაჩეს ემოცია. კი და აი სულ მალე უკვე დაუბრუნდები დარბაზს და ჩავებმები ისევ ძველ რიტმს და ძველ პროფესიას, ასე ვთქვათ. პროცესი პირველი ორთაბრძოლიდან ფინალური ორთაბრძოლის ჩათვლა. აი ყველაზე პირველ რიგში ვიტყვი რომ ეს იყო ფსიქოლოგიური თამაში, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის, იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველოში იყო ყველა საყვარელი ადამიანი და ჩემი ერი გვერდში მედგა, ყველა ჩემ გვერდში იყო და ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ეს ვიცოდი იმ დღიდან, როდესაც გავიგრო საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა და პირველი ბრძოლიდან ბოლო ბრძოლამდე იყო ჩემი თავის ხელში აყვანის პროცესი. რამაც ძალიან დიდი ენერგია წაიღო. ამას შემდეგ მივხვდი შეჯიბრი რომ დამთავრდა. რომოეში შემდეგ მივხვდი რამდენად დიდი ძალა ჭირდება ამ ყველაფერს. რავი, მადლობა ღმერთს. ეს იყო, რა ვიცი, ღმერთის დამსახურება არის ეს ყველაფერი. რწმენა არის ყველაზე მთავარი რამ, უნდა შეეროდეს და არაფერი არ არის მიუღწევადი. იმედია არ მიიჩნევ იმას, რომ ეს შენი მაქსიმუმია. არავითარ შემთხვევაში, არავითარ. პირიქით ეს ჩემთვის კიდევ ერთი თვითდაჯერებაა იმისთვის, რომ არანაირი კედელი არ არის დაუნგრეველი და ყველაფერი არის შეძლებადი. წინ კიდევ ძალიან დიდი ბევრი გამოწვევა უგელოდება და მივიყვანთ ბოლომდე ჩემი აზრით. კედელი ახსენე და ჯერჯერობით ერთი ბარიერი და ერთი კედელი და დასამხობი, მოდი ესე ვთქვა. დიდი ხანია ვებძვი ამ ყველაფერს, დიდი ხანია, მაგრამ მაინც მივიყვან ბოლომდე. ის დაბრკოლებებიც და ის ხელი შეშლებიც, ჩემი აზრით, ეს ჩემს საკეთილდღეოდ ხდება ეს ყველაფერი უკვე ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვიაზრებ და ვააზროვნებ, რომ უფრო მაძლიერებს ეს ყველაფერი და უფრო მყარს ხდის და ჩემი აზრით ის მიზანი, რაც გვაქვს დასახული, ის უფრო ესე ვთქვათ, გემრიელი იქნება საბოლოოდ. გვირგვინი. კარგი, შენ წარმატებაში მოდი ესე ვიტყვი, მე რომ მარტოს ანდრო ბაზაძის წვლილი არ არის, ფსიქოლოგიურ მომენტს გავუსვი ხაზი და იქ ნამუშევარი იყო ფსიქოლოგიური კუთხითაც და არ შემილია გვერდი აუარო მწვრთნელს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და ბევრი ჩადო იმისათვის, რომ თქვენ ერთობლივი წარმატებისთვის მიგეხსნა. რა თქმა უნდა, ანუ გუნდის გარეშე არაფერი არ ხდება. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სანამ ამ მწვრთნელთან ეხლა რაღაც შეჯიბრამდე დაახლოებით 2-3 კვირით ადრე ჩამოვიდა ჩემთან, მანამდე ვარჯიშობდი ჩემ ძმასთან ბექასთან, რომელმაც რა ვიცი დიდი წვლილი შეიტანა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვებინა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ჩემზე იყო გამართული, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან დიდი ძალა გაწია მან, ჩემ მწვრთნელზეც ვიტყვი, რა თქმა უნდა, ანუ საჭირო კაცია, ემოციური და ახალგაზრდა და თავის მუხტი შემოიტანა ფსიქოლოგიურ მომენტში. ჩვენთან იქნება. კი, ჩვენთან იქნება. ფსიქოლოგიურადაც ვიმუშავე, ძალიან მაგარი ფსიქოლოგი ანა. მადლობელი ვარ მისი, რომ ბევრ რაღაცაში სიმყარე მომცადა. შედეგით სახეზეა, ერთობლივი გუნდურად ვარჯიშმა გამოიღო შედეგი და მსოფლიო ტიტული მოვიპოვა. კი ბატონო, ეხლა მინდა ესეთი რამ მკითხო. ბავშვები გვიყურებენ ალბათ და მინდა რომ უბრალოდ რჩევა მიცე, რა არის ფარიკაობა და რატომ უნდა შეარჩენონ მათ არჩევანი სპორტის სამსახიობას და აი რომ მითხრა უბრალოდ ფარიკაობის ხიბლი. ფარიკაობა, ანუ დღეს, რა ვიცი, ჩემი აზრით, ბევრმა გაიგო და ქართულმა ხალხმა გაიგო, რომ ეს უბრალოდ ხმის ქნევა არ არის და ხმალი და ფარი. გონიათ რომ კიდე ომებში ვიმყოფებით, ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი სპორტი და აზარტული და ესე ვთქვათ, აი ძალიან დიდ შრომას და ფიზიკურ ვარჯიშს მოითხოვს ეს ყველაფერი. ამის გარეშე არაფერი არ გამოდის. ანვითარებს ძალიან ბევრ რამეს, სხეულსაც ძალიან ლამაზ სხეულს აყალიბებს. ესეც ხო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და გონებრივათაც ძალიან სხარც და რეაქციას ანვითარებს. ანუ ძალიან ჩემი აზრით უნდა გამოსცადოს მშობელმა, უნდა სცადოს მოიყვანოს ბავშვი და თვითონაც ნახავი შედეგს რამდენად უწყობს ხელს იმ სწავლის განვითარების მხრითაც.
და რა ვიცი, ბევრ შეუძლია წავიდეს უცხოეთში ისწავლოს უფასოდ. ანუ ბევრი მიმართულებით შეგიძლია. დადებითი მიმართულებით. ბევრი დადებითი მიმართულებით შეგიძლია პროფესიონალურად ძალიან განვითარდე. თუ არ გინდა პროფესიონალურადაც და ანუ ძალიან საჭირო სპორტი არის ჩემი აზრით. რჩევას მივცემ მშობლებს, რომ უნდა სადონ და ნახავენ შედეგს იმდენად კარგ შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი. აი ამ კარგი შედეგით მინდა დაგემშვიდობო და გისურვო, რა თქმა უნდა, წარმატება. გაქვს ტურნირები, გრან-პრი, მაგრამ თებერვალში გვაქვს ევროპის ჩემპიონატი, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ არის და დრო გვაქვს, რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბროთ კიდევ. ეხა უფრო დამშვიდებულა და წნარად მიყვებით ყველაფერს ლაშა. გვერდში მიდგახარ და მიყვებით ბოლომდე და უნდა ვანახოთ ხალხს უნდა ვანახოთ. ოქრო გვინდა ოლიმპიური თამაშები. წარმატებები შენ და მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან ყოფნის.